მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებათ რესტორანი თავაკვები და ანსამბლი ბერმუხა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით დაბადების დღე მეულოცო ტელეკომპანია რუსთავი 2-ს უსულო ჯანმრთელობების ნიერბებას ეგეთი სიხარული და სიყვარული თავის ულამაზეს ოჯახთან ერთად. Ტრანსფერი სიმღერა სრულდება იუბილარ რუსეველის გვახალისებს კომედი და ვანო შენიცგავსი ჩვენთვის მოლოდებზეა შეისრულა შენ თურამეტი წელი რუსთავი 2-ის დაბადების დღეა გვახალისებს კომედი და ვანო შენიცგავსი ჩვენთვის მოლოდებზეა თამშრომლები კილოცავენ გული დღეს ხომ რუსთავი 2-ის დაბადების დღეა სივარდა ფიქრობ შენ რომ არ იყო არ მექნებოდა ბეთი რუსთავი 2 ჩემო მშობელო შენ ახარ ჩემი დეთი თურამეთის გახდი და ყველა არხმა შენ მოგიხარა ქედი რაც მინდა მქონდეს ვინმეს იმედი როცა შენ მყავხარ დეთი ჩაგეხუტები რა ჩაგეხუტო ესეთი ვარიანტი ახლა უცებ აქ ვიყავი რაღაცა და იუბილე ხა აი ამბავი ახლა რუსთავი რაღაცა უყურებ რა ხოდა უცებ და ანეკდოტი რუსთავი 2-ზე რა მაგარი ანეკდოტი აი მაგარი ძალიან მაგარი ეცინები რა ვანელი და რუსთავი 2-ის თანამშრომელი რა უყურებენ იმას რა ქვია ტელევიზორს და ეს ვანელი ეუბნება რა არა ძალიან მაგარი რუსთავი 2-ს რო უყურებო ეხლაო შენო მოღარო თანამშრომელიო ამას ხოდა უყურებო ხო რა პრობლემაა მერეო და ესე უნება ხოდა არა მე იუბილეებში და იუმორში ძალიან ხოდა უკაცრავად რა არა მართლა მაგარ ანეკდოტს რომ მიბძანდით მადლობა ეს პირველიც კარგი იყო ძალიან დიდი მადლობა კაი მე მეორე ობამა და კი ახლა შემდეგ იუბილეებს ხანაკი მადლობა მეც მინდა რუსთავი 2-ს მიულოცო 18 წლის იუბილე თქვენი აპლოდისმენტების ფონზე მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ყოველივე კარგი იყავით ისეთი მხიარულები როგორც ვანოს შოუ ზოგჯერ ისეთი სევდიანები როგორც პროფილი ხანდახან ისეთი ბავშვურები როგორც ეკივოკი გედევან ფოფხაძის 6-ეულივით განათლებულები და ბიჭიერივით Faina აუმარჯოს რა რუსთავი 2-ის დაბადების დღეა რა ულოცავ აბა და რა ვიცი აბა 30 წლის გახდა რა რუსთავი 2 30 წლის გახდა ხო
30 წლის, არა? 18-ის გახდა? არა, მე გავხდი 30-ზე, მე თქვი რუსთავი 18 წლის ვიყავ. არა, არ არის პრობლემა ხო, რა ვიცი ხა. Чего? Лечера Руставиоро. Чего устаყვანასო და ულეჭერასო, ულამაზესო, ულამაზესო Руставиоро. შეგერაცოლოს, შენიგი მისიხარულზე. ერთი პატარა ლექსი მაქვს, უცბად წაგიკითხავ. Руставиორს მიულოცავ დაბადების დღეს. კურიერზე წამიკითხავ. უახლოეს ლექსს, ნიჭიერში ტრებანჩობით. გაგაოცებ დღეს, ყოველდღიურად ამოვიყვან. რეიტინგულ დღეს თქვენ გერაცოლოს, შენიგი მისიხარულზე. აბა. შემოგარგებო. შემოგარგებო, შემოსაყვარლებო, მე მინდა რუსთავი 18 წელია ქართულ ტელესიმწეში აშუქებს და ანათებს სისფერი ეკრანებიდან. მე მინდა წინაპარი, დიდი წინაპარი იბერვიზია დაულოცო. ჩემ რუსთავიორს. წინაპრებზე გაჩერება არ შეიძლება და მისი ახალი შვილი ახალი არხი მინდა დამლოცო. მაგას ენაცოლოს ჩემი თავი. მე მინდა ასევე შემოგარგებო. გარე ბიძაშვილები ახლა მისვლა-მოსვლა არ აქვთ. იმედი და პირველი არხი, მაგრამ ფუძე ერთი აქვთ. აი ეს იმედი და პირველი არხი დავლოცო. შემოსავალებო. და კავკასიის მაესტროს და მეცხრე არხის ჯინაზე 1000 წელი ყოფილი ყავით. გერაცოლოს. მე მინდა ყველა მონაწილე ვიხმო სცენაზე. მე მინდა მოვიხმო რა თქმა უნდა სცენაზე თემურიკა. თემურიკას ძალიან ბევრი პირადი ისტორია აქვს, რომელიც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი და თემურ, რამდენი ხანია მამას არ შეხვედრი ხარში? მამას 18 წელია არ მინახია საერთოდ, მარტო ინტერნეტის საშუალებით. 18 წელია. დიახ. სპეციალურად თემურიკასთვის. თემურიკა! თემურიკას მამა სამორ ბალდას ვასილებ ნაჰალდედეთ გერცი. Вот это ты в этом году. Я учился в Москве. Я второй там. Мама Тимурика. И мы там подружились. И я вообще люблю. Я Африка тоже смотрел Руставиори. Да, вот это Руставиори. Я выучил по-грузински несколько слов. Руставиори. Иди. Продава! Продава! Ты не понимаешь, Руставиори. Продава! 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 დაცბა თუ თვეიძები მოგიდოცავთ. გული ჩუბათ მითახთახებს მითუთუთელებს თათეთებს გოლოცავ ფიქრობ შემოგარეთ შემოსი გული რაღაც თაფთაბებს და მითუთუნებს და რაღაც თეფებს როდოცავ სულავად შემოგარეთ შემოსი გავაცლებით დეკადები საუკუნეც გავა უდეითი გიზებით მაგლად საშიავა შემოკარგო შემოშდედო რუსთავიოდო გავაცლებით დეკადები საუკუნეც გავა მაგლად საშიავა შემოკარგო შემოშდედო რუსთავიოდო შემოკარგო შემოშდედო
ზუსტავი ახმაურია, რა ამბავია, რა ხდება? რა არის? დაბადების დღეა. ვისი დაბადების დღეა, კაცო? ზუსტავიოდის. მართლა, კაცო? ხო. რამდენი წლის გახდა? რამდენის და 18-ის. რამდენის? 18-ის. რატო ბალაკო, რატო ჯივარცა? აი თქვენ ჩაინებეთ. ყურიოლია პასუხი სწორია. გენიალური რითმა. ნეტა ვის ეკუთვნის, ა? შოთა რუსთაველს არა შოთა. ა? შანდორ პეტები. ან შოთა ღვინჯი. მოგზანდით ბატონო მიხეილ, მოგზანდებოდეთ, მე ვგები მგზანდებოდეთ. არა, როგორ გეგადებათ ბატონო მიხეილ. მოგზანდით, რამდენი ხანია არ მოგზანებულ ხართ? გამარჯობა. რამე ხომარინებთ? აი იყოს, აქედან დავლებ ჩაის. კარგი. თქვენ როგორ ეს თქვენი ჩაია? დიახ. თქვენ როგორ ყოველთვის აგვიანებთ ბატონო მიხეილ? კარგი ჩაი აგიღიათ. კი, ჭირდებოდათ? რა თქმა უნდა. თქვენ როგორ ყოველთვის აგვიანებთ ბატონო მიხეილ? რა ვქნათ, მე ვაგვიანებ, თქვენ ადრიანებთ ამასობაში. გვიანებს თქვენ რამდენი ამბეთ? ასე ეს ამბავი. ხო, მომენატრეთ ხომ იცით თქვენ? რა ვქნა. გუშინ საღამო მქონდა. არ შემიძლია ეს რა დაგმართნიათ ბატონო მიხეილ? არ მკითხოთ. შუბზე რა? პოეზიის საღამო იყო და ინტონაცია ვერ მოვთოკე. ხელი ძალიან მოვიხნიე და ვერ მოზარდ. რა ვუყოთ? სწორედ ამაზე რა თქვა მე ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს. ხო, ეს უარესიც მომსვლია. კიდევ კაი თავის ჩაწევა მოვასწარი, თორე გადავიჭრიდი შუაზე, მე ხომ ბაცრი მაქვს ხელი. მეუღლე მიკივლა. მიხდა. მიხდა რომ ძალიან ვიღავი ასში შესული და მეუღლე მიკივლა და მაგ დროს მივხვდი რომ რაღაცა არ ხდებოდა და მოვასწარი თავის ჩაწევა. გადარჩენილი ვარ. ჩვენ პოეტები ხომ მსხვერპლივართ ხელოვნების ფაქტობრივად. ბატონო ტომბო. გავიგე რომ რაღაცა თქვენი ფსევდონიმის ცვლილების შესახებ. კი, ფსევდონიმის შესახებ. ფსევდონიმი შეგიძლია. ტომბო ურიატნიკი აღარ ხარ? ტომბო ურიატნიკი აღარ. და ტომბო აგარელიო ასე გავიგე. ტომბო აგარელი გახლა ვარ. რამ განაპირობა ეს თქვენი ცვლილება? თქვენ რომ ჩემი დიაბეტის ამბავი კარგად იცოდეთ, მაშინ არ შემეკითხებოდი დამკითხვას და ესე იგი შაქარი, დიაბეტი, აგარა, გასაგებია. გასაგებია. დაღლილი ჩანხართ. ცოტა დავიღალე ბევრი არაფერი ისეთი. რა ხდება? აქეთ რაღაც სასტუმროს აშენებენ და ვიღაც ადამიანებს შეხვდი, მაინტერესებდა, ხო. რა ასეთია? სასტუმროს ტრამპი აშენებს, არ ქმევენ თუნმე ტაუერს. მე მაგას წაღვერში რომ აშენო რას დაარქმევენ? წაუერს? ეს ამბავია.
სამბავია. შენებაზე გამახსენდა ძეგლებთან დაკავშირებით მაინტერესებს რომ გითხოთ. აი ის პოეტი რომ არის ჩვენი სათაყმანებელი მურთაზმაღალი? მურთაზმაღალი, ულაშებიანი. დამთავრდა მისი ძეგლი. დამთავრდა, ნუ როგორ გითხრათ, მერიამ გამოყო რაღაც თანხა და მისი ძეგლი დაიდგა, მაგრამ მთლიანად არ ეყო და მხოლოდ ულაშები დადგეს. ულაშები. მაგრამ ძალიან ემოციურია. მოდეს ალბებით შემომეგობრებო. როგორ ახართ მაბადე? გენდელის გახსნაზე არობდიე. თქვენი მოსვლა აუცილებელი იყო ბატონო გიდგო. მარჯობათ. როგორ ახართ გეთახმა? მადლობ, კარგად ინებებთ რამეს? როგორც ყოველთვის. კი ბატონო. როგორც ყოველთვის. როგორ ახართ? არ ჩანდით ბატონო გირგო. დიახ, მოდი მოძრაობდი ეს საორგანიზაციო საკითხები არა, ყველაფერი. რომ მოვიდა მერე გამოჩნდა. მანამდე არ ჩანდა საქმეს ეგ არის რომ მიხდით ხომ პოეტურ გაგათვლას? აი ეს თქვენი ცხელი წყალი. ხომ კარგად არის გაცხელებული? დიახ. დიდი მადლობა. არაფერს. რამდენს ხარჯავს საკუთარი თავისთვის ეს კაცი. სხვათა შორის მხოლოდ ერთ საღამოზე მაქვს ნახმარი ეს ფერი და აი შემდეგ კვირაში მე მგონი შემდეგ საღამოსაც გადავაგორებ. ის წინაზე მე რაც გამოგართვით თქვენ ბატონო ტომბო, 3 დღე მეყო კიდევ 3 საღამოს გაუძლო. იცით რა არის? კარგად უნდა გააშროს. კარგად. კი არის რაღაცა ზოგი კარგი. ოღონდ ფილში უნდა გავა. ხო, ეს კომენტიც არის. ის ჩაის ფერი შეინარჩუნოს. ოპ. ბატონო ტომბო, ხაჭაპური თქვენია? დიახ, ჩემი გახლდა. უბრალოდ გავსინჯო. მაინტერესებს. დროულად მოგზავნით ბატონო გირგო. ძეგლის გახსნა უთქვენოთ ხომ არაფერი არ იქნებოდა. როგორც ყოველთვის ბატონო. ბატონო ტომბო, ამიტომ გითხოთ შემომეგობარო. ბავშვს ელოდებოდით თქვენ და შეგეძინათ? არა, ახლაც მე რამდენი ახლაც სულ მალე იქნება, სულ მალე დაიბადება და ვინმე დაუმლებ რომ პოეტი, ნამდვილი პოეტი დაიბადება. პოეტი ნამდვილი. აქედან პოეტი ბატონო ტომბო ხო შეიძლება არა, არქიტექტორი იყოს პოეტი იქნება მერწმუნეთ, იმიტომ რომ გუშინ წინ მყავდა მეუღლე ეკოსკოპიაზე. დიახ. და ბავშვ ჭიპლარი აქ შარფივით შემოხვეული ისევე როგორც მე. სასწაულებელია. ერთი კალამი ვერ დაუნახეს ასე. გასაგებია. და რა მაინტერესებს, ჯანმრთელობასთან რაღაც პრობლემები გქონდათ დაძლევა? არანაირი. არა, იმიტომ რომ რაღაც გამხდარი მეჩვენების თქვენ და მეთქი ხომ არა ამასთან დაკავშირებით. საქმე ის არის რომ მე 3 თვეა თუ 4 თვეა უკვე რაც ცხიმეულზე და ცომეულზე არაფერი აღარ დამიწერია. 3 თვეა წაძე ლექსი არ დამიწერია წარმოიდგინეთ. ეთყობათ და ბოსნეულზე და სალათებზე წერ რაღაც ნოველებს და პატარა მოთხრობებს და პროვაში. მიხეილ თქვენი ანუ რა გამოვიდა თქვენ მეს მიმართულება აირჩიეთ ეწოდებული ქოლესტერინის თემა აირჩიეთ და ამიტომ გავიდა და მიხეილ თქვენი ღვიძლი რა მდგომარეობაში მკურნალობთ ისევ? ჩემი ღვიძლზე რა მოგახსენოთ? შევწყვიტ მკურნალობა. რატომ? პანთეონში ადგილი გამოჩნდა თავისუფალი. და მეშინია ვინმე არ დამასწროს, ამიტომ უფრო ხელს უწყობს ეროზის განვითარებას. იჩქარეთ, უნდა იჩქაროთ. კაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში. მე ხა გისმენდით თქვენ და ძალიან მერიდება, მაგრამ რამოდენიმე ლექსი მაქვს დაწერილი და თუ შეიძლება რომ წაგიკითხოთ და მომისმინოთ. რა თქმა უნდა შეიძლება ქალიშვილო. როგორ წაიკითხეთ, რა სამოგდრო. თქვენ ხელოვნება მოგდომებიათ, ვინ არის წინააღმდეგი? სხვათაშორის მე ამ ლექსებს მამაკაცებს ვუძღვნი და ძირითადად ჩემს მეუღლეს უწერ ხოლმე. არა ჩვეულებრივი სიყვარული თემა. გესმით? სულ არ ეტყობა ამ დროს. თითქოს ერთი შეხვედრით გამოთაყვანებული სახეა, მაგრამ ამ დროს ხედავ მეუღლეზე უზომოდ პოეზიაში მთავარი სახე არა. რა თქმა უნდა გძნობებია. პოეზიაში მთავარი სახე არა, ამას ხომ თქვენ სამკიცებთ. ძალიან სასიხარულო გისმენთ ხალხი. გავიკითხავ ხო ძალიან ხელა. ყველა კაცი ერთმანეთს გავს თემური და ანტონი. ქალის გამწარებისათვის ამოგიწყდათ პატრონი.
კარგი თქვენ ლექსია. სწორად აღნიშნეთ, რომ გამოთაყვანებული სახე აქვს. კარგად ჩადეთ, მირი კარგად აქვს განახული. ის კარგად არის განახული. მეორე ლექსიც მაქვს თუ მომისმენთ. ეს დავწერე, დიახ, ამ დილას დავწერე, როდესაც ჩემს მეუღლეს მოაკითხეს ძმაკაცებმა ეს ნაბახუსებზე და ერთად გავიდნენ სახლიდან და ესე დავწერე. სულ ყველა კაცი ლოთია სოფელშია თუ ქალაქში, დღესაც რომ თვრალი მოხვიდე, გუბასთან იდგამ სარაში! აი მე უკან. ეძახიან უკან. ეთყობა იქაც პოეტია ვიღაც სამზარეულოში. საინტერესო პიროვნებაა იყო ეთქოს. არა, მე ხალი შეგურათ. მობძანდით. გაბრჯუბოთ. მობძანდით. მოკლედ. დღეს ძალიან ხმაურიანი ძეგლის გახსნა გვექნება როგორც. ახალგაზრდა პოეტები აუ ღელბი სიგარეტს მოწევ თუ შეიძლება თქვენი ხედი ჩვენ ახალგაზრდა პოეტები, ჩვენი მოძრაობა, ღვთოსანი ფრთები, ალბათ იცით, ახალგაზრდა პოეტური მოძრაობაა და არ შემეძლო თქვენთან არ მოსულიყავი და სითბო და სიხარული არ დავბრძანდით. არ არის ჩემი ერთ-ერთი ძალიან ჩემი დაყვარისმელია და ჩემი ლექსების მოყვარული. დიდი მადლობა რომ ჩემთან ყოველთვის მადლობა. ხოდა მინდა რომ ჩემი პოეზია წაგიკითხოთ. კი ბატონო. ჩემს ძალიან დიდი პატივია თქვენს გვერდით კი ბატონო. ყოველთვის და ხაჭაპური მიირთვით. არა მადლობთ იყოს ნაჭამი ვარ. ჩაიც გვაქვს. მადლობთ ნაჭამი ვარ. აბა გისმენთ. გაფორმებას დავიხმარ. ნუ მოკლედ გეტყვით ეს ლექსი დავწერე პარიზში ყოფნის დროს. წვიმდა პარიზში რა, როგორც ყოველთვის. წვიმდა პარიზში, ერთ გოგონას მიუძღვენი, ერთმა გოგონამ ჩამიარა გვერდით. ნუ ყველაფერს ლექსით გაიგებთ. წვიმა სევდაა, ცოტა ემოცია და მეტი ეგზოტიკა. წუმდა და წუმდა. თავსმა წუმდა. თითქოს ფიქრი დამისველდა. თითქოს წუმა მოინდომა. მეტი მოინდომა. დაუშვა და რა დაუშვა. ბრάβოს ღუმი მარხა. ისევ პიკეტები, სახში ვიკეტები. ქალების ამბორი, ჩანგლების ნაბორი. სევდა და ალერსი, პესპე ავერსი. ცუდად ვარ. მოვიდე ტრავერსი. საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. გაიხარე. ძალიან დიდი მადლობა. მე აქ ვარ რა. ძალიან დიდი ბოდიშით ერთი წუთით რა. ბატონო. ხოდედა არა პოეზიის საღამოზე ვარ. არა რა უნდა დავლიო ცხოვრება გავლიო. არა მოვალ და აგიხსნი ყველაფერს, გაჩუქებ კელაფტრებს, ხოდედა, კაი. თქვენ იმ ძმა ხომ არ ბრძანდებით, წეღან მიმტანი გოგომა როგორ არა, მე არ მყავს და უბრალოდ ჩემს მარტო. ერთმა მოგცეთ. კარგი დაქტოვოთ. არა, ბრძანდებოდეთ, რატომ იყავით, ნუ წახვალ ჩვენ სხვადასხვა ძალიან საინტერესო საღამო გვაქვს დღეს ალბათ უნდა იცოდეთ ახალგაზრდავ რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია უბრალოდ. დიახ. და ჩვენთვის კიდევ ძალიან დიდი დღეა, იცით, ჩვენი უფროსი მეგობრის ვასილ გამოქვაბულის ძეგლის გახსნა დღეს და თუ თქვენს ახალგაზრდა პოეტები ჩვენს გვერდით იქნებით, ფრთოსანი ფრთები არა? პოეტური მოძრაობა ფრთოსანი ფრთები. მინდა გთხოვოთ რომ ბატონ ვასილ გამოქვაბულს ფეხზე წამოუდგეთ, ჩემო მეგობრებო, უდიდესი პიროვნების, მუზების მბრძანებლის, ტაეპების, სტრიქონების ბატონს ვასილ გამოქვაბულს და მე მინდა რომ რაღაცნაირი პოეტური ემოციით მისი ძეგლის გახსნა დღეს. დიახ, ჩემო მეგობრებო, აი ესეთი ემოციური ჩემთვის მეტად ემოციური მომენტი. ვასილ გამოქვაბულის კლასში გასოცხლებული ფიგურა, დიახ. რა ბუნებრივია ღმერთმანი, თითქოს სული მიუცია მოქანდაკეს მისთვის. დიახ, დავით გადალენდიამ გამოაქანდა, დავით გადალენდია, თვითონ მოქანდაკე და გააცოცხლა ვასილ გამოქვაბული. მე მინდა რომ 2-3 სიტყვით ამ ადამიანზე ვთქვათ, გავიხსენოთ მისი ცხოვრება, ვინ იყო, როგორ უყვარდა პოეზია, როგორ შეგვაყვარა ჩვენ პოეზია. რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ახალგაზრდა პოეტებს მინდა ვუთხრა რომ ვასილ გამოქვაბული
ღარიბი ყომარბაზის ოჯახში დაიბადა, ჩემო მეგობრებო. დიახ, მას დედა არასოდეს ყვარებია, რადგან არ ყავდა. და ამიტომ დედას მამას ეძახდა. დიახ, ესეთი საინტერესო ცხოვრება ჰქონდა ვასილ გამოქვაბულს და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ბუმბერაზი პიროვნება. გარდა იმისა, რომ იყო პოეტი, საოცარი, მბრძანებელი ლექსების, მბრძანებელი მუზების, პოეტი, რომელიც მუზებს ამათრახებდა, დიახ, და აჭენებდა აღმა დაღმა. დიახ, მეგობრებო, და როგორ მოვიგონო, რასით მოთი მოვიგონო, ეს იყო უკეთი მშობილესი ადამიანი, რომელსაც უყვარდა მეგობრები, ზრუნავდა ახალგაზრდებზე, აყვარებდა ყველას პოეზიას, არ აკლებდა ყურადღებას არც ერთ ჩვენთაგანს ალბათ და მეთანხმებით, ჩემო მეგობრებო, დიახ, და მას მოდით მეგობრულად ესეც ვთქვათ, რომ მას რამდენიმე უარყოფითი მხარეც ჰქონდა, ვასილ გამოქვაბული გახდა ცოტა ძუნწი ადამიანი, ცოტათი ძუნწი იყო, დიახ. ძუნწი იყო რაღაც. და სიმთვრალე ჰქონდა საშინელი მთვრალს ვემალებოდით, მეგობრები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის იყო საოცარი პიროვნება, ჩვენი მეგობარი, როგორც გითხარით, წინამძღოლი თქვარი ჩვენი, რომელიც გვიკლებდა გზას, ადამიანი, განსაკუთრებით მისი მეგობრობა გალაქტიონთან, გახსოვთ ალბათ იმ პერიოდში მის მიერ შექმნილი ლექსები, მის კალამს ეკუთვნის. ის უბრალოდ მაგ პერიოდში დაწერა, მან არ შეუდარებელი მეგობრობა. გალაქტიონთან მეგობრობით დროს მისმა კალამმა დაწერა თაწმინდის მზე, მეთანთალე, ლერი, მე და შუადღე, რომელი ერთი ლექსი? დროშები აბა, ქალიქლის. დიახ, რომელი ერთი გავიხსენოთ, ჩვენ მეგობრებო, და მე მინდა რომ ერთი გენიალური ლექსი, ბატონი ვასილ გამოქვაბულის საყვარელი ლექსი, თქვენი ნებართვით წავიკითხო მის ქანდაკებასთან. ჩემთვის ძალიან მაღლებელია ეს. საკათმეში შეპარულა მელა, ქათმებს ეჩურჩულებოდა ნელა, შენ მამალო გაიჩუმენა, შენ დედალო გამომხევი ნელა. მე მეტი აღარ შემიძლია ჩემო მეგობრებო, თუ გსურთ. მე არ ვიცოდი თუ ეს ვასილ გამოქვაბულის ტექსტი იყო. დიახ, ეს და თუნებას მომცემთ. ჩემი ლექსი, ჩემი ერთ-ერთი პირველი ლექსი. ნუ აღელდებით, მოდით ახლა თქვენ არ გადაგეზარდოთ ეს. არა, მე ყველანაირად არა, ერთი წუთით მეგობრებო, მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ვაკონტროლო ჩემი ემოციები. თუმცა მე მსურს წავიკითხო ჩემი ლექსი, რომელიც ძალიან უყვარდა ბატონ ვასილს. მე პატარა ვიყავი, როდესაც ეს ლექსი წავიკითხე მის კალთაში, აი ამ ფეხზე ვიჯექი ჩამოვცურდი და ვარდი. მე ამაყენა ისე ფეხზე. და წავიკითხე ეს ლექსი და მე მინდა იმ ბავშვური მოგონებით წავიკითხო. 5 გამხდარა საათ. 6-იც გახდება მალე. თენდება! აღარ თენდება! ხმათა ეხლიცა კომლას! ლიცკაუს! ეგლია გაფუჭო, რაცა? შემოღებებით! ეგლია გაფუჭო! ეგლი გაფუჭო! საღამო მშვიდობისა, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. თქვენ უყურებთ ელიტარულ თამაშს რა, სად, როდის. მინდა გითხრათ, რომ დღეს მაყურებლების წინააღმდეგ ითამაშებს ჭრაჭუნიჩის 6-ეული. მაშასე მივესალმოთ, ესენი არიან ხუდოი, დათო, ეს ადამიანი თქვენ ყველას კარგად გახსოვთ ფილმიდან უძინართა მზე. შემდეგი ინტელექტუალი, შრამა. ბარადა.
ვასიკომ და გუნდის კაპიტანი 7 ჯერ ნასამართლები და ბროლის კატის მფლობელი თავად ჭრაჭუნიჩი იგივე წურო მოგესალმებით ძვირფასო ინტელექტუალებო გამარჯობათ ბატონო წამყვანო. მოიცა ბიჭო. გაგიმარჯოთ და სანამ თამაშზე გადავიდოდეთ მინდა ერთი კითხვით მოგმართოთ თუ შეიძლება მიპასუხეთ შრამა სად არის შრამა ბატონო წამყვანო ისეთ რაშია საქმე შრამა გუშინს გაგისროკეს რა ძმა აგდეს რა და დღეს მაგიტო ვართ რა საყომაროდ მოსულები რომ რაღაცა პატარა გუში გვინდა რომ გირავ შევაგდოთ და გამოვიყო კარგით წარმატებებს გისურვებთ მაშასე დავიწყოთ თამაში ნორმალურები თუ რასაკეთ ატეკით კუჩაში ხوار გონია თქვენ თავი. რასაც ატეკით ინტელექტუალურ შოუა. ატეკით კამებზე დაჭეკით რასაკეთ. მაშასე თუ შეიძლება ასე უფრო ასე კომფორტულად რო ვიყოთ არ შეიძლება ბატონებო თუ შეიძლება დაბრძანდით სავარძლებში მეთქი რაღაც ხო დავარგოთ თან ტრადიციას მაშასე ჩვენ ვიწყებთ აი კამერა გაწიე რა თუძმა ხარ ხო იცი პოლიცია მეძებს შარი მინდა კიდე ბატონო ინტელექტუალებო ყურადღებით მე შეგახსენებთ რომ გამარჯვებული გუნდის გადაეცემა ბროლის კატა და კატა იმიტომ რომ ისკრისებს დასდევს და ძაღლებს გაობდის მეგონი გასაგებია აგრეთვე მინდა შეგახსენოთ რომ მოაზროვნეების ინტერესებს იცავს მახო ცალხელა უესალმოთ ბატონ მახოს პირველი რაუნდი დავატრიალებ ვერა მე მიყვარს. ხო დაატრიალოთ ფრიქინა ბატონო წურო თუ შეიძლება გითხარით რითი ერთობოდ ბავშვობაში რა ვიცი სიბნელეში თამაში მიყვარდა ძალიან კარგი მოდით ამაზე შემდეგ ვისაუბროთ მაშასე თქვენ წინააღმდეგ თამაშობს ყორღანა ქალაქიდან პრაღა ვინა გაგიგია ვაფშე ყორღანა ვინა თუ შეიძლება ყურადღება კითხვა ხაყაჩოსა სიწითლითა დაუმშვენებია რა სრო დავიდა სივარზე იქნება სადაი ხო ბიჭო თემა მაცადე რა მაცადე რა ბიჭო რომელმა ის ხაღაჩოს თემა ჩემზე კარგად იცით რომ ემა ხაღაჩოს დაუმშვენებე ვიცი რა თუ გინდა მანამდე ბაზო ადამიანთ როგორი ბაზო გიწალი ეგეთი მოვარტყა თუ დალაპასუხე რა ვენა დაუმშვენებია ბიჭო მაშასე თუ შეიძლება ვენა დაუმშვენებია ძმაო ბატონო მოაზროვნებო ხო შევწყვიტოთ კამათი დრო ამოიწურა ვინ უპასუხებს ბატონო წურო ვინ უპასუხებს ბიჭო აი უპასუხებს რა ბარადა უპაწერა ჩემი ძმა მაშასე ბატონო ბარადა იგივე წერა გაგიმეორებთ კითხვას ყაყაჩოსა სიწითლითა დაუმშვენებია რა დაუმშვენებია ყაყაჩოსა სიწითლითა ვენა დაუმშვენებია რა ვენა ბიჭო რა ვენა რებს აზრო ვენა და თქვენი პასუხი მართალია ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია და ანგარიშია ერთი მოაზროვნეებმა გაათანაბრეს ანგარიში გილოცავთ პირველ გულას ბატონო მოაზროვნეებო არ გაგიფუჭებთ ამ სტარტზე გადავდივართ მეორე რაუნდზე მაშასე ეს არის 500 ლარიანი კითხვა ფული ხა მე რომ ჭირდება ისე არავის ჭირდება გამოვუშვით რა მაშასე მოდით ამ საკითხზე ნუ ვიკამათებთ ამ საკითხზე ძალიან ხო ნუ ვიკამათებთ მაშასე ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს და მესამე რაუნდი
გთხოვ დაატრიალოთ ხვითკინა. ბატონო ვასო, მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ბავშვობაში სათამაშოებით არ განებივრებო. კი, როგორ არა, მაგრამ ესეთ რაღაც არ მქონია. შეგვიძლია შემდეგ დაგტოვოთ ჩაწერის შემდეგ და ვითამაშოთ. მადლობა. მაშასე თქვენ წინააღმდეგ თამაშობს ფრიდრიხ ცუბალტი თბილისიდან. სადღა აზრეთ მომას გავიზემეს. მაშასე ყურადღება კითხვა. ეს ძიმკას მამა არ არის. ბიჭო არა ის ფერადი ყურადღება კითხვა ბატონო. დავაი გამოვიშვის. 1521 წელს 1000. ფრიდრიხ ცუბალტმა აუ ნელა მიკარნახე. 1521 წელს ვიმეორებ ფრიდრიხ ცუბალტმა მოიგონა კარის გაღების უნიკალური საშუალება. მაშასე კითხვა. რა არის ეს რაც მოიგონა ფრიდრიხ ცუბალტმა? დრო. ბიჭო რა არის ით უნდა გაეღოს გასაღები ძალიან მარტივია ხო არა მაშინ პულტი რამე არისო ხო არა ასის კარტაშკები და რა ატმეჩკას რა დინამიტი ბიჭო არის გასაგლეჯი კი არა გასაღების ეხა კაი ძმაო ატმეჩკა გაულჭო გააგო 200 მეულჭო მაშასე ბატონო ბატონებო შეწყდეს კამათი დრო ამოიწურა და კამათი შეწყდეს თუ შეიძლება რა კონტროლებს ხო მაშასე ვინ უპასუხებს ბატონო წურო ბიჭო მე უპასუხებ რა გნებავთ გაგიმეოროთ კითხვა ბიჭო ცუბალტიზე ბაზარი 1521 წელს რა მოიგონა კარის გაღების უნიკალური საშუალება ატმეჩკა ძმა თქვენი პასუხია ატმეჩკა 21-ში დაათხარა ატმეჩკა ის საბოლოო პასუხია საბოლოოა ძმაო ჩემი პირველი და ბოლო ერთი და იგივეა ძმაო მე 12 პასუხი არა მაგ ერთი მაგ ატმეჩკა კარგით გასაგებია მიღებულია თქვენი პასუხი 1521 წელს ფრიდრიხ ცუბალტმა სწორ ვერსიას უსმენთ ბატონებო ფრიდრიხ ცუბალტმა მოიგონა კარის გაღების უნიკალური საშუალება ატმეჩკა ის კარებზე აკაკუნებდა და კარს უღებდა და მოიგონა ბიჭო და მაშასე თქვენ გულა დათმო ინტელექტუალებმა კიდევ ერთი მოგება შავთეთრი ტიპი ტელემაყურებელს ზუბალტი აკაკუნებდა ძმაო ტიპი აზე ხარ აკაკუნებდა მაშასე გრძელდება თამაში ბატონებო ბეჭედი ქონა გრძელდება თამაში და მეოთხე რაუნდი შენ ნოუბრახო ხო დავატრიალოთ ხვითკინა მე მაგარია ვა ნიჩია მაშასე თქვენ წინააღმდეგ თამაშობს ვინმე გისოსა ვერტყვიჭალიდან ვერტყვიჭალები თუ შეიძლება შავი ყუთი სტუდიაში Какая осень в лагерях და ყურადღებით я на запретку ვაკი ასე ჟღერს А я кричу шныря გარეთ ატლასი შიგნით 1000 რა დევს შავ ყუთში დრო მე ვიცი ეგა უბან გაფიცე ჯამოყარე მე ეხავე ნახავთ რა დევს რა ერთი როგორ ვერ გააგებ რა ერთი წუთი რა თი არ შეიძლება რეებს ბატონებო გთხოვთ იაზროვნოთ და ისე გაგცეთ ძმაო ამის გახსნა ერთი წუთით რა მომისმენთ რაცი ბიჭო რა რიდო მომისმენთ რა ჩემი აზრი ძმებო ამ შავყუთში ხო ამ მოცემულ მომენტში დევს ძმაო გდანის ციხე რა
ბიჭო, ბიჭო, მე-7-ში გრანის ციხე ეგეთია, ძმაო, რა გარედან პრიალა, შიგნიდან კიდე 1000-იც ვიწყედი, ძმაო, 2000-იც და 3000-იც ვიწყედი, ძმაო, ერთად და მაშასე შეწყდა კამათი. ბატონებო, შევწყვიტოთ კამათი. რატო გამორიცხავთ? ბატონო წურო, თუ შეიძლება შეწყდა კამათი. ბატონო დათო, ვინ უპასუხებს? მე თქვენ გიკითხებით ამ შემთხვევაში და არა კაპიტანს. ბატონო წამყვანო, აი მაგას მიმეტყვი და სხვა რაც გინდა ის მითხრა. კარგით, მაშინ ბატონო წურო. თუ შეიძლება გუნდის კაპიტანი ბრძანდებით, გითხარით ვინ გაგცემს პასუხს. აწვერა რა ჩემი ძმა რა. კარგით. მაშასე გაგიმეორებთ კითხვას ბატონო წვერა. გარეთ ატლასი, შიგნით 1000. ანუ რა დევს შავ ყუთში? გრანის ციხე რა. ესე თქვენ ამბობთ რომ ყუთში დევს გრანის ციხე. თავისი კამათი, თავისი მოხდილი. საინტერესო ვერსია, მოდით მოვისმინოთ სწორი პასუხი. გარეთ ატლასი, შიგნით 1000. შავ ყუთში დევს ბროწეული. მაშასე კიდევ ერთი ქულა მოიპოვეს ჩვენმა ტელემაყურებლებმა და ისინი საგრძნობლად დაწინაურდნენ. ბიჭო, ბროწეული და ციხე ერთ გონჩი არ არის. ძალიან მყოფეს თუ გახდება განსჯის საგანი. მაშასე ვაგრძელებთ ჩვენს თამაშს. ხო დაატრიალოთ ხვითკინა. დიახ, ეს სპეციალურად შევარჩიე. მაშასე თქვენ წინააღმდეგ თამაშობს ვინმე კირპიჩა ბელი ლებედიდან. ეს არის ბლიცი გახსოვს კი ბიჭო. ბატონო წურო, ბატონო კაპიტანო. თამაშობთ ბლიცს. ხო? იჩემი ბიჭო. ვინი თამაშობს ბლიცს თუ შეიძლება? გითხარით? გინდა ბიჭო. ასო გავშვათ. დავტო ოსტომას. აი თამაშებს რა. მე ვითამაშებ ბატონო წამყვანო. ძალიან კარგი ბატონო ვასიკო. მაშასე სუპერ ბლიცი თამაშობს ვასიკო. გთხოვთ. ბატონი ვასიკო დავტოვოთ. მარტო. ვასო, აბა შენიც. მაგიდან. ბლიცი შესავი. რა არ დავტოვოთ. არ დავტოვოთ. შესავი და რა. მაშასე კითხვა პირველი. კაი ბიჭი მოდის ბათუმიდან და მოშივდება. ბათუმიდან თბილისისკენ. და მოშივდება. სად გააჩერებს დრო? სად გააჩერებს და რიკოსზე გააჩერებს, კაი პონჩიკებია იქ. სამწუხაროდ თქვენი პასუხი არ არის სწორი, ის გააჩერებს ხაშურში. რატო გააჩერებს ხასურში? იმიტომ რომ იქ ბნელა ბიჭო, გასაგებია. მაშასე მეორე კითხვა, ძალიან ხო დაწყნარდით. თქვენ თანაგუნდელს აცადეთ აზროვნება. კაი ბიჭი შედის ბაზარში და ჩხუბი მოუვა საზამთროს გამყიდველთან. ნელა მიკარნახენ საზამთროს. მოუვა ჩხუბი საზამთროს გამყიდველთან. დიახ. დაჭრის თუ არა კაი ბიჭს საზამთროს გამყიდველი. დრო. საზამთროს გამყიდველი? იმას ხო დიდიდანა კი? დიდიდანა დაჭრის. კი. თქვენი პასუხი მიღებულია. ეხლა კი სწორ პასუხს მოусმინოს. კაი ბიჭი და საზამთროს გამყიდველი იჭხუბებენ. ბაზარში შესული კაი ბიჭი ეჭხუბება საზამთროს გამყიდველს და ის ვერ დაჭრის. იმიტომ რომ კაი ბიჭი ბაზარში არ იჭრება. გასაგებია? მაშასე თქვენ წააგეთ სამწუხაროდ ბატონო ვასიკო. მაშასე კიდევ ერთი ქულა მოიპოვეს დაასხედით. შეიძლება კიდევ ერთი ქულა მოიპოვეს ჩვენმა ტელემაყურებლებმა. მაგარი რთული ყომარი. ვაგრძელებთ ჩვენს თამაშს და მე-7 რაუნდი.
ეხანა ხელი გულ ხო დავატვია. დაატრიალოთ კინა. ეხა თუ არ მოვიგოთ მაგალითად ნახავ. ბატონო კაპიტანო, თუ გნებავთ, გავაჩეროთ ხვით კინა და ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი და ითამაშებთ თუ არა სტუმართან. მოვიდეს, რა პრობლემაა? მოვიდე. კეთილი მაშასე პოლიციის პოლკოვნიკი მომენტე ბიჭი. ბატონი ბექა ტონიანი ადაოს ბიჭო და ცნობილი ქართველი დეტექტივის ბატონი ზურაბ ორტონიანის შვილი. ძალიან ხო დაწყნარდით ბატონო მოაზროვნეებო, დაწყნარდით. ის უბრალოდ შეიძლება. ის უბრალოდ დაგისვავთ კითხვას. მოგესალმებით ბატონო წამყვანო, მივესალმები ბატონებს, დამსწრე საზოგადოებას, ყველას. მაშასე ბატონებო, ყურადღებით მოусვინოთ ბატონო. ყურადღებით შეკითხვა. ვინ გატეხა გუშინ ბაითი? რა უბანის? ზემო უბანი ვინ გატეხა გუშინ? რა? სორაგდვა. მოიცა სად? სადაც გინდა ძმო? დოდის? როცა გაგიხარდება ეს. ბატონო წამყვანო, დიახ. თუ შეიძლება მე გავიყვან სწორი პასუხის ავტორს განყოფილებაში. თუ შეიძლება ძალიან სწორი პასუხის ავტორს. ამოდი ეხლა ბატონო ამის დასკო 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 გაშალებეღი 1 2 3 4 6 7 8 2 3 უფილტრო არ იყო მასწავლებელო და ფილტრი არ წამოგიღეთ. ოჩაღი გიგაში დაგედეგარი. დადიქით. დავიცეკვე გზაში. დაისენეთ. ნორმალურად მოიქეცით. აბა ეხლა ყველა წესრიგში უნდა იყოს, ყველა მზად უნდა იყოს. მე არ მინდა აქ რაღაცა ისა, ეგ გასმული და გამოსმული უაზროთ ფეხი, ყველაფერი, გაჭიმული ფეხი, სისწრაფე, ენერგია, ცეცხლი, ქერხსაშვილები დამანახეთ. ქერხსაშვილების ანსამბლია ეს და რაღაცა ის არის ორღობის ანსამბლი, გაიგე? მე რო თქვენ ხელა ვიყავი, თქვენ ასაკში ვიყავი. ჩემი პედაგოგი, როდესაც მასწავლიდა დიდი დავითი ბატონი ქერხსაშვილი. მე მაშინ ცეცხლი მეკიდა, ისეთი სწრაფი ვიყავი, ისეთი სწრაფი რომ თვლას 1 2 3 4 5 6 7 8 კი არ მithვლიდა. 2 4 6 8 ვერ მეტეოდა. აუ ბატონო მასწავლებელო. გახულით. ბატონო მასწავლებელო, რაღაცას მოგიყვებით. რა გინდა? თუ შეიძლება. აბა. იმ დღეს ვიყავი ავტობუსში. ავტობუსში ვიყავი და ამოვიდა ის ანსამბლი რო არის, დოდოშკაშვილების. არ მინდოდა მე თქვა, მაგრამ წამომცდა. ხო და პატიცემა მასწავლებელო, ჯიბიდან ისი ამოვაცალი, ორი მოძრაობა ვერ გავუღიათ ვერაფერი, საერთოდ ვერ გაიგე. ასე ჩავუყავი ჯიბში, ორი მოძრაობა ამოვაცალე. Tum ta 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 tum ta 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 tum ta 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 სუდად ხარ ვასიკო? ვასიკო, სუდად ხარ ხარ? ჩაუბში. აი, სტაცოდაო. სიცილიის არ არის, უკვე სად არის მედოლე? მედოლე არ არის და მე დაუკრავ დღეს. მემზადეთ ნორმალურად აბა ერთგან იცით ეხლა გასტროლები გვაქვს, უბრალო საქმე არ არის, სერიოზული გასტროლები. მოვიაროთ უნდა ქალაქები უნდა მოვიაროთ თელი ქვეყანა. ხო გაინტერესებდათ სად მივდივარ? რა თქმა უნდა. ეხლა მომისმინეთ. მლეთა. აუ! ხაშურით ვიწყებთ. რენე. ქვემოჭალა. აღაიანი. რა გინდათ მეტი? მარტო ეგენი იქნება მას? ცოტა ბიჭკაშვილი. ცოტა ერთი მითხარი, აბა. ცოტა არის გამაგებინე და თუ გზა გაიწმინდა, ნაფეტრებშიც გვექნება, ბოლო კონცერტი გვექნება ნაფეტრებში, დასვით კონცერტი იქნება, ახლა ჩამოეცკიდა ეს წლიდან. ნაფეტრები ჩამოეცე. აბა ჰე, ვარჯიში მინდა, ცეკვა მინდა. რაც თავარი არის, მე მინდა ვივარჯიშოთ ეს ჩვენი ქერხსაშვილების ილეთი რაც არის.
თავარი რაც არის, გაიგე? რაც არის ჩვენი უყურე დააკვირდი ახლა ნორმალურად მე შეგეშალა იმაში რომ ვიყავით ჩასულები სურამში და ხალხი ძალით უკრავდა ტაშს ეგ არ მინდა მე გამიკეთე დოლი დავიდა უყურე იცხებ ხო ნემნე დახურე დავიდა აიგე აი საი შანდეხე გამოდი დატოვე ჩაუტოვე მოძრაობა დავიდა დოლი აი გაი დავიდა დოლი Bravo! 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 Motiaka! Bravo! Bravo, chiara cam șale ți-ai și goto! Ai! Ai să iau da ișuru energia. Anu da ișuru energia, Vasiko gaige. რა თქმა უნდა, პატუცებულო. ყოჩა, პატუცებულო მასწავლებელო. ყოჩა. ძალიან მაგარი. და სუტყვილად ვხართ, რომ ჩვენან საფში არ უნდა არავისო. მოსვლაო. სუტყვილად ვხართ. გამებია. აგერ მოცეკვავე როა ჩერტყოვი, იმან გამოთქვა სურვილი, ჩვენან საფში ვიცეკვეფო. ჩერტყოვები ჩვენ დაიცეკვეფო? მოცეკვავე როა ჩერტყოვი. რა უნდა ჩერტყოვები, ჩემთან კაცო ეგ იმას არ ცეკვავს სამეჯლისო, რაღაცა სპორტულ ცეკვებს არ ცეკვავს? კაცო, ეგ არის გოშა ჩერტყოვი და ხვიჩას უნდა ჩვენთან. ხვიჩა ჩერტყოვი. ვიშო? ხო, მოვიდეს გავსინჯე. თუ რადოლია, ბიჭო? Hai, შემოდი, შემოდი. შემოდი რომ მედიხარ. გამარჯობა შვილების სახელმწიფო ორღობის ანსამბლის მოსულა. გამარჯობას გეწყვით არა ხართ ღირსი, მაგრამ მაინც. გამარჯობა. გამარჯობა. რა კონცერტები დაგვიმთხეთ და რა გასტროლები დაგვიმთხეთ თქვენ ერთი? არ შეგაწუხათ ბატონო. რა გასტროლები დაგვიმთხეთ, მითხარ. სად მიდიხარ გასტროლებს? შვილების სახელმწიფო ანსამბლის გასტროლები გენაცვალე და ვიცი რა გასტრო სად დამიმთხეთ გასტროლები თქვენ? სად მიდიხარ? დაგვეს პაზუხი. სად მიდიხარ? ერთ ქვეყანა უნდა მოვიაროთ, ხაშურით ვიწყებ. ხაშური. რა გვანერვიულებ და გასო ხაშური. ხაშური. ხაშური, რენე. აგარიანი. ხაშურში მიდიხარ თქვენ საცოდეო თქვენ. ხაშურში მიდიხარ თქვენ. ეხაც მივდივართ ვაი და თუ გზები დაიგო ნაფეტვრებით დავასრულებ. ძალიან აღარ შევიძლია რა თქვენ. ხაშურში თქვენ ჩვენ სადა გვაქვს იცით კონცერტი? სედეგეკ, ცად, ხო, ცად. ხონი გაგიგია საერთოდ? 4 საათის გზა, აკედან 4 საათი. სამარ ასტროლი მაშინი. ცად? რა გვანერვიულებ და რა? საერთოდ როგორი იბრალებს მოცეკვავეობას, რას გავხართ, აი გასიებულები. ვინა გასიებული კაცო? ჩვენ ვარ ბოხმისგან გასიებული. ჩვენ აიტანეთ რომელსგან? ჯერ იმაზე გამეცით, მაზოხი ჩვენ ილეთებს რო იპარავთ, აქ დააკეთე. ილეთებს? ვინ არ იპარავს? ჩვენ იპარავთ ჩვენი. გასიებულო გაზუნუქებულებო თქვენა, ჩოხებში ვეღარეთებით უყურემა. ვინ იპარავს? ჩვენ ილეთებს იპარავთ. ამას დამუსიარა გაქვთ? დადიხარ და იმას სამაიას რო ცეკვავთ, ანამუსი ცეკვავთ სამაიას. რატო არ უნდა ვიცეკვოთ? დოდოშკაშვილები რატო უნდა ცეკვავდეს სამაიას? სამი ჩვენ დოდოშკაშვილები რატო უნდა ცეკვავდეს სამაიას? სამაიას უნდა ცეკვავდეს, ზუსტად. რა ჩვენი ცეკვავდა ვცეკვავთ. ვისვიესენ კელექსაშვილების იყო სამაია და იქნება. სად იყავით საერთოდ დოდოშკაშვილები? მე რო სამაიას ცეკვავდი. თან მარტო. ამას უყურე? უთხარი მიდი? უთხარი? კაცო, რა უთხარ? ფეხის წვერებზე ცეკვა, ვინ მოიგონა? ფეხის წვერებზე ცეკვა, ვინ მოიგონა? ვინ მოიგონა? რა? ჩვენ! აბა! ვინ? ჩვენ მოიგონა. იგი ზაური დოდოჩკაშვილი. ზაური, აბა, დოდოჩკაშვილი დაიწყო. ზაური დოდოჩკაშვილი ცეკვავდა პირველი.
პირველი დიდი წვერებზე პირველი ცეკვავდა ზაური დოდოშკაშვილი მე მარგალკანო წააჭრა ფეხი წვერები ვერ არ უცეკვია თუ არა მანამდე სად იყავ აქტივიეცით დათო გელექსრაშვილის წოდეთ რამე ხო არ უთხრა არა ისმინე მიდი ბატონო და თუ შეგიძლიათ ფეხი წვერებზე იცეკვეთ აბა ბიჭები ხართ ახლა ვერ ვიცეკვევთ იცეკვეთ ფეხი წვერებზე ახლა ვერ ვიცეკვევთ უბრალოდ მე ვერ იცეკვეთ რატო ვერ ვიცეკვევთ და რომ მოვდიოდით აქ გზაში რესტორანში შევიარეთ და წვაც წავეცეკვეთ ცოტა და გადავ სინქრონში წვაც წავეცეკვეთ დოდოშკაშვილები დოლი ხوار კიდა დოლი აბა როგორ ჩვენი ლეთებს იპარავთ აქ და ის რა ქვია ვისეუბნები მაგას უყურე შეგიხედავ სალიტვარი შეგიხედავ სამათი კონცერტისთვის დიდი დავით ქელექსაშვილის მიერ შაქრილ მოძრაობებზე იძახით ჩვენიო როგორ ბედავთ ნამოსი არა რა მოძრაობებზე ვიძახით ჩვენიო რა მოძრაობებზე მომისმინე ჩემო დოდოშკაშვილო მომისმინე აგე რა ვქნათ იცი ბატონო თუ მასეა შევიკრიბოთ ყველა ანსამბლები ვინც ვართ ქელექსაშვილები შევიკრიბოთ მოდი დოდოშკაშვილები შევიკრიბოთ სამცუმაშვილები რო არიან მოვიდნენ ეგენი მარქიაშვილები მოვიდნენ ბატონო ანსამბლი მოვიდეს ყველა შევიკრიბოთ გადავწყვიტოთ ისრაელეთი ეკუთვნის ისიც მოვიდნენ დაუძახოთ იმას სუხიშვილებსაც რომ მე სალაპარაკო რო არის აი ბატონო მასე ასია ხო ერანზე მე არავის გადასაწყვეტი არაფერი არ მაქვს თუ მასია და ჩვენი ლეთებს რა ჩვენც გავაკეთებთ თქვენი ლეთებს და ნახავთ ხოდა გოუში დონივასია ახლა ნახეთ დოდოშკაშვილი